განათლების მინისტრი გივი მიქანაძე პეკინის უცხო ენათა უნივერსიტეტს ესტუმრა, სადაც თანამშრომლებს და ქართველოლოგიის პროგრამის სტუდენტებს შეხვდა. მინისტრს უმასპინძლა და ქართველოლოგიის პროგრამის მიღწევები გააცნო უნივერსიტეტის პრეზიდენტმა ძია ვენძიენმა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ქართველოლოგიის ცენტრი, რომელიც უნივერსიტეტში წლებია ფუნქციონირებს, საქმიანობას წარმატებით ახორციელებს. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ქართველი და ჩინელი სტუდენტებისთვის ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას, მათ შორის ახალგაზრდული ბანაკების ორგანიზებას. ქართველოლოგიის სტუდენტებმა მათთვის საინტერესო საკითხებზე მინისტრს კითხვებიც დაუსვეს. ვიზიტის განმავლობაში ჰქონდა შესაძლებლობა, რომ კითხვებზე პასუხი გაგვეცა, რომელიც სტუდენტების მხრიდან იყო დასმული ძირითადად და ამასთანავე ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ბაკალავრიატის ყველა სტუდენტი მოვიწვიოთ წელს ზაფხულის განმავლობაში საქართველოში, სადაც მათთვის დაორგანიზებული იქნება სპეციალური ბანაკი, რომ მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა კარგად გაიცნონ საქართველო, გაეცნონ იმ ერის ადათ-წესებს, ჩვეულებებს, კულტურას, მემკვიდრეობას, იმ ისტორიულ ძეგლებს და წარსულს, რომლის ენასაც ისინი სწავლობენ ჩინეთში.